მიხარია თქვენი მოგზაურობა, გაიხარეთ. გამარჯობა ბატონო მურად. როგორ ასეთ ადამიანს 5 წლის უკან მოუხსნეს სოციალური დახმარება და ყოველწლიურად წერენ, როცა უკვე აივლის გარკვეული პერიოდი იმისმენება, რომ ამის სოციალურის დანიშვნას დღემდე არაფერი არ ეშველა. ამ ადამიანს მოუხსნეს 30 ლარიანი შემწეობა, ნუ ეს არ ვიცი. არა მარტო პარკინსონის დაავადება აქვს. ფეხზეც უკვე სერიოზული ისინი დაეწყო. საწმოს ვერ ჭამს შვილოს, სასმოს ვერ სვამს, გარეთ ვერ გადის. მეზობლები ულით ყველა, მეზობლებს და მაქვს საჭმელი. წამლები გამოუწერეს, ყველას ასასიმანეთი და ის უნდა და ამდენი საშუალება ამას არ აქვს. სოციალური მოუხსნეს, მოვიდოდნენ, გაახედავდნენ, დაითვლიდნენ ყველაფერს, მიცემდნენ ერთითეს, всё, გათაებული იყო. მერე განცხადება რამდენჯერ შეიტანეს, ვინ იცის. გულწრფელად გეტყვით, ძალიან ბევრ სოციალურ დაუცველთა ვარ ნამყოფი, მაგრამ მსგავს ურთულეს და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სოციალურ დაუცველი და უსამართლო და დაჩაგრული პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ვერ იკვებება დამოუკიდებლად, მხოლოდ მეზობლების წყალობით არსებობს, იგი არ ცხოვრობს, არსებობს. აი ესეთ ადამიანს, რომელსაც პარკინსონის მძიმე ფორმითაა დაავადებული, მოუხსნეს 30 ლარიანი შემწეობა. ნატურა ის არ უკიდია სახში და მხოლოდ და მხოლოდ 2 საწოლი აქვს. მეტი არაფერი არაბადია და არ გააჩნია და ასეთ ადამიანს ჩაგრავს სახელმწიფო მარტვილში. როდესაც მარტვილის გამგეობაში გაასამაგეს პრემიები, დანამატები და ხელფასები. 700.000 ლარიდან სახელმწიფო ფონდი გაზარდეს 2.100.000-მდე. და მიუმართავ როგორც გამგეობას, ასევე ბატონ სერგეენკოს. საკუთარ თავთან შიდა პიროვნული კონფლიქტი მაინც არ გიჩნდებათ, როდესაც თქვენი ხელით იღუპება ადამიანი უსამართლოდ. მოვიდა სოციალური აგენტი რამდენიმეჯერ, მას შემდეგ რაც მეზობლებმა მიმართეს განცხადებით და კვლავ დაუწერეს მაღალი ქულა. უბრალოდ როგორ გამოყავთ ეს მაღალი ქულა, როდესაც არაფერი არ გააჩნია ამ ადამიანს. მიუხედავად ყოველწლიური განცხადებების წერისა, ამბობენ რომ ყოველთვის მაღალი ქულა მოდის და მე მინდა რომ საქართველოში ყველამ გაიგოს, ვისაც ამასთან აქვს შეხება, რომ ასეთ ადამიანებს ყურადღება მიაქციონ და ამ ადამიანმა რაღაცა სახელმწიფოსგან დახმარება მიიღოს.